კეთილი. ნუნუ კვარაცხელია მენეჯერი თბილისიდან ითამაშებს მოაზროვნების წინააღმდეგ. შეკითხვა გაკეთებულია ვებსაიტზე history.g დაყრდნობით. ყურადღება. ძველად მეგრელი გლეხი ატარებდა შინ მოქსოვილი ბამბის გრძელ პერანგს. წელზე კი თოკი ჰქონდა შემოჭერილი. დადიოდა ფეხში შველი და თავში შველი. მეგრელი არც ერთი არ ახართ ხო გუნდში? ძალიან კარგი. სამეგრელოში დღესაც კი კარგად ახსოვს და იგონებენ, რომ ძველად გლეხებს თურმე შარვალი არ სცმიათ. სოფელში იყო ხოლმე ერთი ბამბის შარვალი, რომელსაც გლეხი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში თხოვლობდა, მაგრამ გზაში რომ არ გაცვეთილიყო, ხელით მიჰქონდა და მხოლოდ სახლთან მიახლოებისას იცვამდა. ყურადღება, შეკითხვა. რა შემთხვევაში თხოვლობდა გლეხი შარვალს? დრო. ეკლესიაში არა, თუ არავის არ ქონდა ეკლესიაში ერთზე მეტი ადამიანი მიდიოდა, ასე რომ ერთ სოფელში შარვალი. სახთან რომ მიდიოდა. კაი, გადავიდეთ. საუბარი რომ ვიღაცის სახთან მიდიოდა, ნუ ალბათ საცოლის. უნდა კაი, სხვა რა შეიძლება თეორიულად. არა, თუ ხარ კიდე რა. კიდე შეიძლება წავიდეს ისე რომ აი რაღაცა რაბაცუმბა და დიდი ის არის რა ქვია, ამბავი ხო, რა კი ერთი შარვალია და ის რომ გამორჩეულია და ერთი შარვალია და ერთ ადამიანსაცვი, ესე იგი ის ადამიანია გამორჩეული დღეს. ძველ სამეგრელოზე თქვა აი სათხოვნელად, თქვა თეორიულად. თავის დაბადების დღეზე. ბატონთან ხო, აი ბატონთან. ბატონთან ხო არ მიდიოდა დავშოთ, აი გადასახადების გადახდის დღე რო იყო, თქვა, ხო იყო რაღაცა დღე. არა და მორიგეობით მიდიოდნენ. დრო. მოიწურა ბატონო გედი, ვინო პასუხებს? გიგა კვერენჩხელაძე. გიგა კვერენჩხელაძე. ბატონო გიგა. დიახ ბატონო წამყვამა. რა შემთხვევაში თხოვლობდა გლეხი შარვალს? თხოვლობდა? ხო, ერთი შარვალი იყო მთელ სოფელზე. საზიარო. დიახ. და რა შემთხვევაში თხოვლობდა რომ დღეს მე უნდა ჩავიცვალო? სავარაუდოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს გლეხი გადაწყვეტდა ცოლის შერთვას და მიდიოდა, ასე ვთქვათ, ქალის მშობლებთან მოსალაპარაკებლად, რომ მისი ქალიშვილი მიეთხოვებინათ მისთვის. და ეს იყო, ანუ ცხოვრებაში მე შარვალს არ იცოდა, ხორცში არ იცოდა, ხო შარვალს? ახლა ვერ გეტყვით. თქვენ თქვით, რომ ვიღაცის სახლში უნდა მისულიყო და ნუ სავარაუდოდ პოტენციური სასიმამრო სახლში მიდიოდა შარვლით. და არა ბატონთან, არა? ბატონო ლევან ჩხეიძე. არ ვიცი. მეგრელი გლეხი. შეიძლება ბატონთანაც, არის. თავართან მივიღო ეს ვერსია. ერთი პასუხი უნდა მივიღოთ. ბატონო გედი. არა, გაგცათ ბატონო გიგამ პასუხი და. ანუ მიდიოდა ცოლის სათხოვნელად. ცოლის სათხოვნელად. მიღებული ყურადღება, სწორი პასუხი. მეგრელი გლეხები ღარიბები იყვნენ, ამიტომ მთელ სოფელზე ერთი ბამბის შარვალი ჰქონდათ, რომელსაც განსაკუთრებულ შემთხვევაში იცნობდნენ ხოლმე. ეს შემთხვევა კი იყო განსაკუთრებული და აუცილებელ პირობად ითვლებოდა მამაკაცი მოსულიყო შარვლით ქალის გასასინჯად. ანუ გადანახულებაზე. ანგარიში გახდა 1-0 მოაზროვნეებით. სასარგებლოდ გიგა კვერენჩხელაძე